ხელოვნების სასახლეში მეტალ არტის ექსპოზიციისათვის ამზადებიან გამოფენაზე ლევან ჯოხაძისა და თემურ კვეზერელის სკულპტურებს გამოიტანენ შემოქმედება მეტალით. ამ ექსპოზიციისათვის მოქანდაკე მხატვრები 15 წელი ემზადებოდნენ. ხوارჯობი აი პატარა არის და აქეთ გადმოვიტანო რომელიმე იქით გადავდა. ხოლმე რაღაც დაიკარგება. ლევან ჯოხაძე და თემურ კვეზერელი გამოფენისთვის ბოლო შტრიხებს განიხილავენ. ულამაზეს ლითონის სკულპტურებს 15 წელი ამზადებდნენ და აგროვებდნენ. პერსონალური გამოფენა, რომელიც ხვალ ხელოვნების სასახლეში გაიმართება, მოქანდაკეებისთვის პირველია. გამოფენას ფიქრობდეს, მაგრამ ეს იული არის გამოფენა გაკეთება. იქნებ გამიდასა უფრო და სამჭედლო, ცეცხლი და ეს კაცური სამუშაო. თვლია, მაგრამ როცა ამუშაო, როცა სიამოვნებს არ ვუყურებთ რამ დავას რა. შედეგს რა ველოდები რა იქნება. მხატვრები ტილოზე ნამუშევრებს ბავშვობიდან ქმნიდნენ, თუმცა 15 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელი იყო საკუთარი ნაშრომები რკინის სკულპტურების სახით გაეცოცხლებინათ. ტურისტი, მონადირე, ფუფალა და სხვა ნაცნობი თუ უცნობი პერსონაჟები მხოლოდ დამთვალიერებლის წინაშე გამოიფინება. თემა, რომელზეც მოქანდაკე მხატვრები მუშაობენ, უსასრულოა. ესკიზების კეთების დროს, როცა ამოვარჩიოდი რომელიმე ესკიზს, მე მენანებოდა, რომ არ დაკარგული იყო ესკიზი და მე რკინით ვაკეთებდი, რომ შემენარჩუნებინა სახე ჩამაფიქრეს. მომწონს თვითონ რკინა, იმიტომ რომ როცა ხელდება, ჩემჭგუაზე მომყავს და მე როცა სივდება, ხო, ისეთი მკვრივია და ისეთი რომ გამძლეა, ინარჩუნებს თავის ფორმას კარგად წლების მანძილზე. აღმოაჩინე ახალი მხატვარი, ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ხელოვნების სასახლემ ივნისში დაიწყო. მონაწილეებს საკუთარი ნაშრომები მუზეუმის Facebook-ის გვერდის საშუალებით უნდა წარედგინათ. კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. შერჩეული 100 ხელოვანიდან ყველაზე საუკეთესოებს მუზეუმი პერსონალურ გამოფენას მოუწყობს, რომელიც ეტაპობრივად გაიმართება. ძალიან გვიხარია, რომ პროექტ აღმოაჩინე ახალი მხატვრის ფარგლებში გამოფენათა ციკლი იწყება. ეს პირველი გამოფენაა და ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს შანსს წარმოაჩინოს თავის ხელოვნება. პროექტ აღმოაჩინე ახალი მხატვრის ფარგლებში ეს პირველი გამოფენაა, რომელიც ხვალ 3 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.